მარნეულის ყრუმუნჯთა კავშირის შენობაში 112-მა SMS და ვიდეოზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუდას მენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში. დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა. SMS და ვიდეოზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუდას მენადაქვეითებული პირებისთვის. 112-მა დანერგა ახალი სერვისი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ყრუდას მენადაქვეითებული პირებისთვის და ითვალისწინებს გადაუდებელ შემთხვევებში მათ კავშირს გადაუდებელი დახმარების ცენტრთან მოკლე ტექსტური შეტყობინების და ვიდეოზარის საშუალებით. ჩვენ ჩავატარეთ პრეზენტაციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, დღეს ჩავატარეთ უკვე მარნეულში და მივაწოდეთ მოსახლეობას ინფორმაცია სარეგისტრაციო წესებთან და სერვისის სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით. ზუსტი მონაცემები სამწუხაროდ არც ერთ უწყებას არ აქვს აღრიცხული არ არიან, თუმცა საქართველოს ყრუთა კავშირში 2000-ზე მეტი პირი არის რეგისტრირებული, კონკრეტულად მარნეულში ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი. მარნეულის მუნიციპალიტეტში პროექტის თანამონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელება იგეგმება, რომელიც გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავებას და დამტკიცებას საზოგადოების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში სამუშაო ხასიათის შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობისა და პროექტის ორგანიზატორ პოლონური მხარის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის დეტალები განიხილეს და სამოქმედო გეგმები დასახეს. აღნიშნული პროექტის მიზანია ფინანსური გეგმების მართვა მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. თანამონაწილეობითი ბიუჯეტი უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის ფინანსური გადაწყვეტილებების, პრიორიტეტების განხილვასა და მიღების საკითხებში. თანამშრომლობითი ბიუჯეტი ისტორიას პატარას მოგიყვებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. 80-იან წლებში პირველად ბრაზილიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში პორტუ-ალეგრიში, რომელიც იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ეკონომიკის მხრივ და ასე შემდეგ, მოიფიქრეს ასეთი პროექტი, მოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტირებაში და მის კონტროლში და ასე შემდეგ. იმდენად ისე იგი კაი ეფექტი მოიტანა ამ პროექტმა, რომ დღესდღეობით უკვე ევროპაში 100 ქვეყანაზე, 100 დიდ ქალაქზე და მუნიციპალიტეტზე მეტია ჩართული ამ პროექტში. ჩვენ პოლონურ ფირმასთან ერთად არასამთავრობო ინაპრეშენ ვარშავის მერიის თანამშრომლებთან ერთად და არასამთავრობოებთან ერთად ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, რომ მარნეულშიც დაგვენერგა ეს თანამშრომლობითი ბიუჯეტი. და ძალიან დიდი მხარდაჭერა ბატონ მერაბისგან და თანამშრომლებისგან საფინანსო განყოფილების და გაგება მივიღეთ ჩვენ და ამიტომაც ჩავატარეთ უკვე ტრენინგები 4 დღის განმავლობაში. და ახლა ვფიქრობთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი იმ ხრივ, რომ ყოველთვის არის მოწინააღმდეგე რა, პირველ რიგებშია ყველა ნოვატორ პროექტში, ეხლაც მხარს კარგად დაგვიჭერს და დაინერგება ეს თანამშრომლობითი ბიუჯეტი. ეს ნიშნავს მოსახლეობის ჩართულობას ბიუჯეტირების შედგენაში თვითონ. და წარმოვიდეს ინიციატივები და ინფორმაციები, რომ მოსახლეობა მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში. და მე ამ იდეას მივესალმები, აღნიშნულ თემაზე მემორანდუმი ჩვენ გავაფორმეთ უკვე გასული წლის ბოლოს და ეხლა ჩამოგზავნდნენ ეს დელეგაცია, რომლებიც ჩვენთან ერთი კვირა უკვე ტრეინინგებს ატარებენ ჩვენს მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და ჩემს წარმომადგენლებს შორის სხვადასხვა სოფლებში და ანალოგიურად დაინტერესებულ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესის სრული გააჩნია. ეს ნიშნავს საერთოდ მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ბიუჯეტის შედგენაში, ეს ძალიან კარგი თემაა. ისინი ჩამოვიდნენ თავიანთი დაფინანსებით, თვითონ პოლონეთის ვარშავის მერიამ დააფინანსა, როგორც ვიცი, ეს პროგრამა მოიგეს მათ არასამთავრობო ორგანიზაციამ. ეს არის თვითონ მაგით თანხები ზუსტად არ ვიცი, ჩვენთან ყოველგვარი ხარჯები, თავიანთი ხარჯებით ახორციელებენ ამას ყველაფერს.
15-17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ტრადიციულ ბრიფინგზე დავით კერესელიძემ განაცხადა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ლატვიელ კოლეგას, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. განსახილველ საკითხებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა იქნება. მისივე თქმით, ოფიციალური შეხვედრების გარდა ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები ქართულ-ლატვიური ბიზნეს წრეების წარმომადგენლების შეხვედრას გახსნიან. 9 აპრილს ბატონი გიორგი მარგველაშვილი ეწევა წმინდა საყდარს და მას შეხვედრა იქნება მის აღმატებულ მის უწმინდესობა რომის პაპ ფრანცისკესთან. მეორე ვიზიტი იქნება 15-17 აპრილს. ბატონი პრეზიდენტი გაემგზავრება ლატვიაში. ეს გახლავთ მისი საპასუხო ვიზიტი იმ ვიზიტზე, რომელიც განახორციელა ლატვიის პრეზიდენტმა 2014 წლის 25-27 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბატონი მარგველაშვილის შეხვედრა მის კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების მდგომარეობა. ბუნებრივია, აქვე იქნება განხილული ის ჩვენი ევროპული დღის წესრიგი, ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რიგის სამიტისთვის მზადების პროცესი. საქართველოს მთავრობამ მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინაში შეუძენს. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გახდა ცნობილი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა. შესაბამისი სამუშაოები დაწყებულია და საკითხი გარდაცვლის დაკრძალვის შემდეგ დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ბექა მარგიშვილი 4 აპრილს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი მეორე პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის მდგომარეობა ექიმების შეფასებით ჯერ კიდევ მძიმეა. ბატონო პრემიერო, მოგესალმებით ყურას, მაღაზიაში მუშაობთ და ყვალე დაკრძალვის შემდეგ კი ყველაფერი მოგვარდება. 14 აპრილიდან შესაძლოა დედაქალაქის მოსახლეობამ ყვითელი ავტობუსებითა და მეტროთი გადაადგილება ვეღარ შეძლოს. მძღოლებმა და მემანქანეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და სააღდგომო პრემიის სიმცირე გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მხოლოდ 100 ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც მერიას დაქვემდებარებულ შპს-ებში სხვადასხვა ოდენობის პრემია გაიცემა. ხშირ შემთხვევაში ხელფასის 80%-ის სახით. პროფკავშირების ოფისთან შეკრებილებმა ქალაქ თბილისის მერიას გადაწყვეტილების შესაცვლელად დრო დღის ბოლომდე მისცეს. იმ შემთხვევაში თუ 80% ამ ხალხს დღის ბოლომდე არ ჩაერიცხებათ პრემიის აღდგომის დღესასწაულების შემდეგ რაც მოხდება, მაგაზე პასუხისმგებლობას ვაკისებთ ქალაქ თბილისის მერიას. იმ პიროვნებებს, ვინც მიიღო საპოტაჟნიკური გადაწყვეტილება. ეს არის საპოტაჟი. ვიღაცამ ეს გააკეთებინა მერიას, რომ მომხდარიყო გაფიცვები ქალაქ თბილისში. მე ეჭვება, ვშიშობ უпроსორად იმაზე, რომ ეს გაფიცვა, ეს არეულობა გამოიწვევს თბილისში დასაქმებული ადამიანების 60%-ის გაფიცვას. ჩვენმა კოლეგებმა როგორც დაანონსეს, ანუ ყვითელ ავტობუსებს გულისხმობ, ჩვენ აბსოლუტურად უერთდებით მათ სოლიდარობას უცხადებთ, ესე ვთქვათ, მორალურად და ვნახოთ რა პროცესები წავა, თუ არ გადაწყდა ეს საკითხები, არ შედგა სოციალური დიალოგი და ეხლა გამწვავდა და უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავდგებით გვერდზე და აბსოლუტურად სოლიდარულები ვიქნებით ჩვენი კოლეგების მიმართ.